კახეთში წისქვილ კომბინატებმა ხორბლის ჩაბარების პროცესი დაიწყეს, რა მოლოდინებია ფასებთან მიმართებაში. ამ და სხვა თემებზე რამდენიმე წუთში ვიყვებით. რამდენიმე დღის წინ მომხდარი სტიქიის შემდეგ თელავში ყველა კომუნალური სერვისი სრულად აღდგენილია, თუმცა სათავე ნაგებობების დაზიანების გამო წყალმომარაგების პრობლემა კვლავ რჩება რამდენიმე სოფელში. პროკურატურის ინფორმაციით შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქეების ყალბი, ისტორიების და დოკუმენტაციების შექმნისთვის 4 პირს ბრალი წაუყენეს. ფლაიერისთან საქართველოში ახალ რეგულარულ მიმართულებას ამატებს 14 ივლისიდან ყაზახური დავალბიუჯეტური ავიაკომპანია ფრენებს ატირაო-ბათუმი-ატირაოს მიმართულებით შეასრულებს. სასტუმრო ბორჯომი ლიკანმა 2025 წელს 59,9 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა, აქტივების შეფასება 52-დან 99 მილიონ ლარამდე გაიზარდა. მოგესალმებით, საქმის კურსი პირდაპირ ეთერში ბრუნდება, მე უნცა შუბაშვილი ვარ და ეკონომიკის და ბიზნესის სიახლეების შესახებ გიყვებით. ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მაძიებელი ქართველებისთვის ყალბი დოკუმენტაციის შექმნის საქმეზე კიდევ 4 პირს წაუყენეს ბრალი. პროკურატურის ინფორმაციით ბრალდებულები ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებს ყალბ ისტორიებს და დოკუმენტაციას უქრიბდნენ. იქამდე მსგავს საქმეზე პროკურატურამ 3 ადამიანი დააკავა და კიდევ 6-ის მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო. პროკურატურის თანახმად ახალი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოავლინეს უწყების ცნობის ჯგუფის ერთ-ერთი წევრის საცხოვრებელი სახლის და ოფისის ჩხრეკისას ამოღებულ მობილურ ტელეფონებსა და კომპიუტერულ მოწყობილობებში 500-მდე მოქალაქის სახელზე დამზადებული ყალბი დოკუმენტაცია აღმოაჩინეს. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის ივნისამდე დროის პერიოდში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაახლოებით 676,000 ლარის, 388,900 დოლარის და 5,000 ევროს ოდენობის ფინანსური სარგებელი მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ მოსავლის ამღები ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სოლიდურ თანხებს ხარჯავს, ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სერიოზული დეფიციტია. როგორც მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, მაგალითად, სილოსის ამღები კომბაინის ფასი 2 მილიონ ლარამდე აღწევს, რაც თანადაფინანსების პირობებშიც ფერმერებისთვის ძვირი სიამოვნება. ნიკოლოზ ბენიანძის თქმით, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო კომპანიამ მექანიზატორი გაუქმდა და ტექნიკა კერძო საკუთრებაში გადავიდა, სატრაქტორო პარკის მუდმივი განახლება კიდევ უფრო კრიტიკული გახდა. აღსანიშნავია, რომ მოსავლის ამღები ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს 2019-2025 წლებში ჯამში 42 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ჩვენაც მოითხოვეთ ეს იყო სილოს ამღები კომბაინი, რომელიც ზეულ მიმართულებით და მეცხოველეობის მიმართულებით არის საჭირო. საკმაოდ ძვირი სიამოვნება და ზოგიერთ შემთხვევაში 2 მილიონ ლარამდე წადის. ამიტომ ვფიქრობ ჩვენ, რომ ამ შემთხვევაში, როდესაც ესეთ ძვირ ტექნიკასთან გვაქვს საქმე, მეორადი ტექნიკა რაღაც განსაზღვრული წლების ტექნიკას შეძენაც უნდა იყოს ხელშეწყობილი იმპორტირებულ ჯგუფის ხობრო ქვეყანაში. თქვათ, რამდენიმე ათეული ტექნიკა, მაგალითად, სილოს ამღები კომბაინის საჭირო და 1 ათეულიც არ გვაქვს ქვეყანაში, რაც იწვევს, რა თქმა უნდა, დეფიციტს, ვერ ასწრებს ფერმერი აგროვადებს შეაღებას. კახეთში ხორბლის მოსავლის აღების და ჩაბარების პროცესი დაიწყო, როგორც ხორბლისა და ქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, წელს პირველი მოსავალი წისქვილ კომბინატებმა უკვე მიიღეს და ხორბლის ხარისხიდან გამომდინარე 1 კილოგრამის ფასი 55-63 თეთრის ფარგლებში ასოციაციის მოლოდინით წელს დაახლოებით 200,000 ტონა ხორბლის მოსავალს ელოდებიან, საიდანაც 100,000 ტონა სასურსათო იქნება. აღსანიშნავია, რომ ხორბლის ადგილობრივი მოსავლის აღება დაბინავების პარალელურად რუსეთში, რომელიც საქართველოსთვის ხორბლის მთავარი იმპორტიორი ქვეყანაა, მარცვლეულის მოსავლის აღებასთან დაკავშირებით პრობლემებია, რაც თავის მხრივ დიზელის დეფიციტს უკავშირდება. როგორი მიმდინარე წლისთვის საქართველოში ხორბლის მოსავლის ხარისხი, ფასები და რა გამოწვევებია სექტორში, ამ თემაზე სტუმართან საქართველოს ხორბლისა და ქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან ლევან სილაგავასთან ერთად ვაგრძელებთ საუბარს. მოგესალმებით ბატონო ლევან, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუდიაში სტუმრობისთვის. როგორც ჩვენთვის ცნობილი არის, წისქვილ კომბინატებმა
დაიწყეს უკვე მიმდინარე წლისთვის მიღება ხორბლის პირველი მოსავლის, რომ ვისაუბროთ ხარისხობრივად როგორი მაჩვენებლებია და მოსავალთან დაკავშირებით რა მოლოდინებია, მით უფრო იმ ფონზე, რომ ჩვენ ვიცით, რომ ფაქტობრივად წლის დასაწყისიდან დღემდე არაერთი გამოწვევა აქვთ ფერმერებს, მათ შორის უხვინა ალექი, სტიქია. ამ მთლიანობაში აქედან გამომდინარე რა მოსავლის მოცულობას ელოდებით, ხარისხიც როგორ იქნება და ფასები ამ შემთხვევაში. კი ბატონო, მოგესალმებით. მივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. რეალურად დაწყებული არის მოსავლის აღება ჩაბარების კომპანია საქართველოში. ჩვენ გამოვაქვეყნეთ იმ წისქვილ კომბინატების კოორდინატები, სადაც ბარდება სასურსათო ხორბალი, მათ შორის თქვენ სააგენტომ გაავრცელდა დიდი მადლობა თანამშრომლობისათვის. და შესაბამისად, ეხლა ჩვენ თუ ვილაპარაკებთ მოსავლის ხარისხზე, რაოდენობრივად არის კარგი ხარისხით, არის საშუალო ხარისხით. ჯერ პროგნოზები საბოლოოდ ვერ დადასტურდება, იმიტომ რომ კახეთში არის მოსავალი, მერე შიდა ქართლი და ქვემო ქართლში, მაგრამ წინასწარი მონაცემებით საშუალო ხარისხობრივი მაჩვენებელია, საშუალო წლიური, როგორც ჩარშან იყო და როგორც ჩარშანწინ იყო. დაახლოებით 100,000 ტონა არის თვითონ სასურსათოს ველოდებით, დანარჩენი არასასურსათო. ჩვენი პარტნიორები მარცვლეულის ასოციაცია, რომელსაც ბატონი ნიკოლას ბენიამიძე ხელმძღვანელობს, ჩვენი პარტნიორობით შტაბის მუშაობაში მონაწილეობთ ჩვენ, ასევე მეკურეები არიან. ეს შტაბი არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შესაბამისად საკითხები, რომელიც გამოწვევებია თქვენ სწორედ ბრძანეთ, არის გამოწვევები და იქნება და ეს ბუნებრივი პროცესია ხოლმე, უბრალოდ იქ გადაწყდება ხოლმე. ეხლა დაიწყო ეს ყველაფერი და ვფიქრობთ პარალელურად აღების და ჩაბარების გარკვეულწილად ჩვენ გამოწვევებს უპასუხეთ ერთობლივად. რაც შეეხება იმპორტირებულ პროდუქციას, ჩვენ ვიცით, რომ მაინც წლამდე გვიხდება ხორბლის იმპორტი, რომლის ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა ჩვენთვის არის რუსეთი, სადაც არაერთი გამოწვევა არის, როგორც ლოგისტიკური ნაწილი ბოლო პერიოდის განმავლობაში, ასევე საწყოზე დიზელზე არის ფასები მკვეთრად გაზრდილი და დეფიციტი არის ამ მიმართულებით და კეთდება უკვე რაც განცხადებები და იწერება ადგილობრივ გამოცემებშიც, რომ შეიძლება ამ მარცვლეულის აღების პროცესს მნიშვნელოვნად ხელი შეუშალოს. აქედან გამომდინარე იმ ფონზე, რომ ჩვენთვის თავარი იმპორტიორი ქვეყანა ხორბლის არის რუსეთი, ხომ ველოდებით ადგილობრივ ბაზარზე დეფიციტს, ფასების ზრდას, როგორია მოლოდინები ამ შემთხვევაში? კი ბატონო, მოდით დავიწყოთ იქედან, რომ თქვათ რუსეთიდან შემოგვაქვს ხორბალი. რეალურად ეს არის ყველაზე იაფი ხორბალი. არა მარტო ჩვენთვის, 126 ქვეყანას გააქვს ბოლო მონაცემებით მსოფლიოში რუსული ხორბალი და ლოჯისტიკურად ჩვენთვის ეს უფრო ხელმისაწვდომია. თუმცა ბაზრები ღია, დეფიციტი არც ერთ ვარიანტში არ იქნება. თვითონ თქვენი კითხვა შეიძლება ურად გავყოთ, ერთი არის ლოჯისტიკური პრობლემები, რომელიც თქვენ დაასახელეთ და ეს გამოწვეულია თვითონ აზოვის ზღვის ჩაკეტვით, იცით რომ რამოდენიმე გემი დაზიანდა უკრაინული დრონების შედეგად და შესაბამისად რუსეთმა ჩაკეტა აზოვის ზღვა, გასასვლელი შავ ზღვაზე აქვს და შესაბამისად ამან ხორბლის ფასი გაზარდა. თუმცა ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენს მიმართებაში ჩვენ ორი შემოსასვლელი გვაქვს კიდე, სამანქანო და სარკინიგზო და ჩვენ მიმართულებაში უფრო დატვირთული ეს მიმართულებებია და ჩვენთან პრინციპში ეს გამოწვევა აქტიურად დღესდღეობით არ დგას. და მეორე საკითხი, რომელიც თქვენ ბრძანეთ, ეს არის საწვავის საკითხი. საწვავის საკითხი რუსეთში საკმაოდ სერიოზულად დგას, ზოგადად თლიანობაში, თუმცა აქაც მინდა ვთქვა, რომ თვითონ სტრუქტურა ისე არის მოწყობილი რუსეთში და ყველგან ხორბლის აღების ხოლმე, მათ დიდი ჰოლდინგები აქვს და ჰოლდინგები ემზადებიან ხოლმე თვითონ მოსავლის ასაღებად დაახლოებით 3 თვით ადრე იმარაგებენ საწვავს და თვითონ მარაგ ნაწილებს შესაბამისად ამ შემთხვევაში თვითონ კრიზისი დაიწყო უფრო თვენახევრის წინ ნავთობზე და შესაბამისად დამარაგება პრინციპში ჰოლდინგებს აქვთ ხოლმე და ამას კიდე დაახლოებით 20%-ია ის, რომელიც პირდაპირ ყიდულობს საწვავს და ისე იღებს მოსავალს. შესაბამისად, აქაც ნაკლები გამოწვევებია, უფრო გამოწვევებს ველოდებით შემდეგ მოსავალზე, იმიტომ რომ იქ უკვე სასუქის თემა შემოდის, ჰორმუზის სრუტის დაკეტვის გამო სასუქები ვერ მიეწოდა მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანას და შესაბამისად უკვე შემდგომში იქნება ეს გამოწვევები, ალბათ ახალი წლის მერე, რაზედაც ჩვენ ვემზადებით, საქმის კურსია სოფლის მეურნეობის სამინისტრო და შესაბამისად იმ გამოწვევებზე ალბათ უფრო სერიოზული ლაპარაკი გვექნება.
აი ანუ მიმდინარე პროცესების ფონზე როგორც თქვით ლოგისტიკური პრობლემები და საწვავის დიზელის დეფიციტით ვთქვათ მთავარი იმპორტიორი ქვეყანაში რუსეთში არ ველოდებით ამის გამო ან ვთქვათ ჩვენთან გაძვირებასთან დეფიციტს შეგვიძლია ვთქვათ არ ველოდებით პირველი დეფიციტი არ იქნება იმიტომ რომ სხვა ქვეყნები ღია და რუსეთიც რომ დაიკეტოს რასაც გამოვრიცხავთ ამ შემთხვევაში იმიტომ რომ რუსეთი დაკეტილია ზღვაზე შესაბამისად ჩვენ ლარსიდან გვაქვს შემოსასვლელი და შემოსასვლელი გვაქვს რკინიგზით ისე გარდაბანიდან შესაბამისად ეს მოწოდების ჯაჭვები პრინციპში არ დაკეტილა და არც ველოდებით ამის დაკეტვას პლუს კიდე ამ შემთხვევაში ჩვენ ადგილობრივი ქართული მოსავალი მოგვდის ახლა შესაბამისად ფიზიკურად ეს ხორბალი ადგილზე და საქართველოშია და შესაბამისად ყველაფერი ამის ჯამისაგან საქართველოში ამ გამოწვევებს არ ველოდებით ფასთან მიმართებაშიც პრინციპში იგივეა იმიტომ რომ ეხლა შეიძლება ვთქვათ სოფლიო ბაზრებზე აიწია ფასები რაღაც ოდნავ აწევა იყოს მაგრამ ჩვენ შემთხვევაში რამედანაც უცნაური არ უნდა ჟღერდეს ამან ჩვენზე უფრო დადებითად იმოქმედა ვიდრე უარყოფითად იმიტომ რომ ზღვით გატანის პრობლემა რუსეთს რომელსაც დაუდგა ნიშნავს იმას რომ ის ხორბალი რომელიც ზღვით უნდა გასულიყო შავ ზღვაზე ფაქტიურად ჩარჩა რუსეთში და ეს არის ჩვენი მომიჯნავე რეგიონში რომელიც საექსპორტო რეგიონებია ეს არის სტავროპოლი კრასნოდარი და ჩრდილოეთ ოსეთი აქედან გამომდინარე დაწოლა ფასებზე პლუს ხორბლის აღებასთან ერთად ძალიან სერიოზული ხდება ხოლმე ბუნებრივად ეს ყველაფერი და ამ ფაქტორების ერთობლიობა გვიგვიძგებს იქეთკენ რომ ფაქტიურად არც ფასის მიმართებაში და არც ლოჯისტიკის მიმართებაში ჩვენ მხრივ გამოწვევა არ იქნა ყველაზე ცუდ ვარიანტში რომ მოხდეს აი ძალიან არა ცუდი სცენარი რო წარმოვიდგინოთ შესაძლებელია ჩვენ სხვა ქვეყნებზე გადავერთოთ ეს არის მაგალითად ყაზახეთი და ეს არის ევროკავშირის ქვეყნები პორტები ღია კონსტანცა და ვარნა ბულგარეთის შესაბამისად და რუმინეთი ბატონო ასე ვთქვათ ადგილობრივ ბაზარზეც რომ ვისაუბრეთ ეხლა როგორი არის ვთქვათ ხორბლის ფასი აქედან გამომდინარე ფქვილის ფასი ამას ბუნებრივი ხდებათ ამას გეკითხებით ვთქვათ მოსახლეობისთვის რაც ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი პურთან მიმართებაში ვიცით რომ ამას ცალკე ვთქვათ სხვა დარგობრივი ასოციაცია არეგულირებს თუმცა ფასებიც როგორია ბაზარზე რაც საბოლოოდ მე პურის ფას განაპირობებს კი ბატონო ანუ დავიწყოთ თვითონ ფქვილის ფასით ანუ ჩვენ ფქვილს ვაწარმოებთ და აქედან გამომდინარე ჩვენ ყოველთვიურად მონიტორინგს ვაწარმოებთ და თუ მაგალითად 3 თვის წინ 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი, რატო პირველ ხარისხზე სწორება, იმიტომ რომ იქედან ცხება პური, იყო 60 ლარი, 1 ტომარა 50 კილოგრამია, დღეს არის 47 ლარი. ანუ კლება არის 13 ლარი 1 ტომარაზე. შესაბამისად პურის მიმართებაში გამოწვევა საერთოდ არ არსებობს, ამას გვეთანხმებიათ პურის წარმოებლები ამ შემთხვევაში და ხორბალთან მიმართებაში თუ ავიღებთ 55-დან 63 თეთრის ფარგლებშია, 65-ებიც არის 1 კილოგრამზე, იმპორტირებულს თუ ავიღებთ, იმპორტირებული არის დაახლოებით 80 თეთრი. ხშირად არის კითხვა, რომ რატო არის სხვადასხვა ფასი 80 თეთრი, თქვათ იმპორტირებული და 65 ადგილობრივი. ეს დაკავშირებულია საკანონმდებლო მიმართულებასთან. თვითონ იმპორტირებული ხორბალი, DGT-ია და ადგილობრივი ხორბალი, არა მარტო ხორბალი, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება პირველადი განთავისუფლებული DGT-დან. შესაბამისად, წისქვილი როცა ღებულობს ხორბალს, იმპორტირებულს ითვლის DGT-ს და შემდგომ იყენებს, ქართულს ნამწუხაროდ ვერ ითვლის. შესაბამისად, ამაზე მუშაობა მიდის, გარკვეული ვთქვათ, მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც ინსტრუმენტები გამოინახოს იმისათვის, რომ ფასთან მიმართებაში გარკვეული გათანაბრება იყოს. თუმცა, ეს ალბათ უფრო მომავალ სეზონში იქნება. აი, რაც შეეხება ტექნიკის გამოწვევებს, ახლა ჩვენ წინა კომენტარშიც მოვისმინეთ ბატონ ნიკოლოზ ბენიანის კომენტარი, რომ არის კომბაინებზე გამოწვევა არასაკმარისი ტექნიკა. თქვენთვის რამე ცნობილი არის ეს გამოწვევები და თქვათ, რამდენად საჭირო ერთმანეთს სახელმწიფო სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაერთოს ამ მიმართულებით და თქვათ, რომ აღების პროცესს მოსავლის აი ამ პრობლემებმა ხელი არ შეუშალოს. კი ბატონო, ანუ ბატონი ნიკოლოზ ბენიამიძე და მისი ასოციაცია ძალიან აქტიურები არიან ამ მხრივ, ეგენი არიან მეხორბლეები, ფერმერების გამოერთიანებლები და გარკვეული პრობლემები აქვთ. მეც წავიკითხე ამასთან შესახებ და საუბარიც ჰქონდა. გარკვეული წახალისების ინსტრუმენტები აუცილებელია მთავრობისგან იყოს, იმიტომ რომ პროგრამები ხორციელდებოდა, რაც მე ვიცი წლების განმავლობაში, თუმცა გარკვეული წლების განმავლობაში ხდებოდა ამორტიზირება, თვითონ მანქანადანადგევსკე და კომბაინების ასაღები, თქვათ, თვითონ ტექნიკის და შესაბამისად ამას ცვლილებები ჭირდება.
ანუ ალბათ სტრუქტურულად მეტი დახვეწილობა უნდა, ეს მათი თემა არის და მთავრობის თემა უფრო და ალბათ თვითონ ლოჯისტიკურათაც თვითონ მეტი მუშაობა უნდა, იმიტომ რომ არ მოხდეს ისეთი რაღაცა, როდესაც ერთ რეგიონში მიდის ხორბლის აღება, მეორე არ წამოეწიოს. ეს ხშირად რამოდენიმე წლის წინ მოხდა ესეთი რამე, რომ თქვათ შიდა ქალს და კახეთში ერთდროულად იყო საჭიროება ხორბლის აღების და შესაბამისად მაშინ გარკვეული გამოწვევები იყო. თუმცა შტაბის ფარგლებში ამ გამოწვევებს პასუხობთ ხოლმე და ეს უფრო მთავრობის და მეხორბლების თემა არის და ვფიქრობ, მათ უნდა იმუშაოს ამაზე აქტიურად. ფქვილის სავალდებულო მარკირებაზეც მინდა გკითხოთ, დიდი ხანია თქოთ ეს თქვენს ასოციაციას აქვს ეს ინიციატივა, რა ეტაპზე არის და თუ უნდა ველოდოთ რომ გახდება ეს? და რატომ ითხოვს დარგი აი ამის შემოღებას კიდე ერთხელ? კი ბატონო, ანუ პირველ რიგში რატო ვითხოვთ ამის შემოღებას? ვითხოვთ იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ წლების განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში გამოიკვეთა ტენდენცია მასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული რაოდენობის ხორბალი, როგორც ეს ჩვენ დასაწყისში დავაანთოს 200,000-ია მიღებული, 100,000 არის სასურსათო და ჩვენი ასოციაციის წევრებს მაგალითად 30-35,000 აქვს მიღებული. დანარჩენი გარკვეულად აღრიცხვაში თითქოს არ ეხება, გასაგებია რომ ის ბრუნვაში არის, მაგრამ რეალურად ხდება ის, რომ თვითონ კონკურენციის პირობებიც გარკვეულად არათანაბარი გამოდის და პლუს კიდევ ამ გამოწვევებზე, მათ შორის შტაბის მუშაობის ფარგლებში პასუხისმგებლობები არის იმ ორგანიზაციებზე, მათ შორის კომპანიებზე, წისქვილ კომბინატებზე, რომლებიც თქვათ ჩანან რეალობაში და ასოციაციის წევრები არიან. თვითონ მარკირების თემა ძალიან კარგად მოაწესრიგა მაგალითად არაალკოჰოლური ბაზარი და ამ შემთხვევაში მარკირება ნიშნავს იმას, რომ ყოველ ტომარა ფქვილს გარკვეული მარკის ეგრეთ წოდებული ჩასწროშკვა ხდება და შესაბამისად თვითონ მაკონტროლებისთვის და თვითონ მომხმარებლისთვის ადვილია იმის ნახვა, რომ ეს ნამდვილად გამოშვებულია და პირნათელია ბიუჯეტთან მათ შორის. ჩვენ ეს ინიციატივა წარდგენილი გვაქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროში და ფინანსთა სამინისტროში. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფაქტიურად გავლილი გვაქვს და ფინანსთა სამინისტროს დასკვნას ველოდებით, რეგულაციის გავლენის შეფასება მოკლე იქნება ამასთან დაკავშირებით. ერთადერთი კითხვა რაც აქ ისმებოდა იყო პურის ფასხო არ გააძვირებს ეს მარკირება ტექნიკურად და თუმცა ჩვენი პასუხიც აქ არის, რომ თვითონ გავლილი გვაქვს ეს სიტუაცია, რომ მარკა ჯდება დაახლოებით 3 თეთრი. 3 თეთრი, იგივე 47 ლარიან ერთ ტომარაში, ფაქტიურად არც არაფერი არის ფასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს წაადგება როგორც ბიუჯეტს ადგილობრივს, ისე ვთქვათ, მოაწესრიგებს ბაზარს და სწორ კონკურენციას გამოიწვევს. ანუ ამაზე როგორც ვთქვათ, ფინანსთა სამინისტროში უკვე დაყენებული გაქვთ ეს საკითხი, ელოდებით რის შესაბამის რიას ამზადებს სამინისტრო ამ მიმართულებით. რიას ერთობლივად მომზადებთ, ანუ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ რო შეხვედრა გვქონდა ფინანსთა სამინისტროში, ერთი ყველაზე დიდი კითხვა დაისვა პურთან მიმართებაში, რაც ხელის გულზე დევს, მაგრამ რია პრინციპში ჩვენ ვთქვით, რომ მოდი ჩვენ მოვგიმზადებთ რიას და ამასთან შედარებით ერთობლივად ვიმუშაოთ, იმიტომ რომ ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული და ანახა პრაქტიკამ, რომ ეს მექანიზმი ძალიან კარგია მთლიანად გამჭვირვალობისთვის ბაზრის და მეტ შემოსავალს მათ შორის მიცემს თვითონ საქართველოს ბიუჯეტს და მოაწესრიგებს ბაზარს იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მომუშავე წისქვილი იქნება ერთიან ველში გაერთიანებული და შესაბამისად ეს ფაქტურად ამას სუსტი მხარი არ აქვს. რაც პურის ფაზზე მოქმედებს და შესაბამისად სწორი კონკურენციის და ჯანსაღი კონკურენციის პირობებია ყველგან. ჩვენი საუბრის ბოლოს თქვენ ასევე ახსენეთ DGGT დაბეგვრა, რომელიც განაპირობებს თქვათ ერთგვარ უპირატესობას იმპორტირებული ფქვილი ხორბლის მიმართ, ვიდრე ადგილობრივი, ხო, იმიტომ იქ ჩათვლა ხდება აქეთ ადგილობრივზე ვერ ხდება. ეს საკითხიც არის დაყენებული რაიმე იმაზე, გაქვთ რაღაც მოლოდინო შეიძლება ესეც გასწორდეს. ჩვენ ამას პერიოდულად ვაყენებ, მე არ დავარქმევდი ამას უპირატესობას, იმიტომ რომ ეს არის უბრალოდ ის თემა, როდესაც კანონმდებლობით ნებისმიერი ბიზნესმენი თავისთავად ცხადია, ნედლეულს მიიღებს და უფრო მეც გადაიხდის, თუ ის თვითონ ჩაითვლის DGG-ს და შემდგომ გამოიყენებს. შესაბამისად, თვითონ განთავისუფლება ქართული ხორბლის მიწოდების თავის დროზე DGG-საგან ეს იყო ძალიან სწორი ნაბიჯი, იმიტომ რომ ამან სტიმული მიცა მეხორბლეობას სხვა დარგებს და შესაბამისად ამ სტიმულმა გამოიწვია ის, რომ გარკვეულად მეტი დარგი განვითარდა, მაგრამ ეხლა უფრო ის ეტაპია, როდესაც ეს
პრინციპში უფრო სიკეთეა DGG-ს შემოტანა, ვიდრე ვთქვათ უარყოფითი ფაქტორი და ეს შესაბამისად გაათანაბრებთ. ეხლა ძალიან მარტივად რო გითხრათ, DGG-ი რო იყოს დღეს ქართული ხორბალი, ჩვენ ჩავებარებდით მას 65 მაგივრად, 80 თეთრად. შესაბამისად, ეს უკან წასვლითაც რომ შევხედოთ, ფერმერიც ფაქტიურად იმ სამუშაოების, რომელიც არის ხნა, რომელიც არის თესვა, რომელიც არის მოსავლის აღება, საწვავი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რა სამუშაოებს ასრულებს, ის ჩაითვლიდა თვითონ და შემდეგ ჩვენ ჩავთვლიდით ამას. შესაბამისად, აქ სამუშაოა და ვფიქრობ, ეს საკითხი კი დგას, მაგრამ ისე აქტიურად არა დღეს როგორც მარკირება, მაგრამ ეს საკითხიც არა მარტო ხორბალში, არამედ მიწოდების სხვა დარგებშიც აქტუალურია. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ლევან სილაგავა, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი. ამ დროისთვის საქმის კურსი დასრულებულია. ჩვენ უკვე ერთმანეთს 17 საათსა და 20 წუთზე შევხვდებით დროებით.